საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების ტარიელ ვერულაშვილისა და ვლადიმერ შონიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის კრუში წელს ფოთმა პირველად უმასპინძლა. მასში 10 ქალაქის 60-მდე მონაწილე ჩაერთო. ერთმანეთს 2000 და 2001 წლებში დაბადებული სპორტსმენები შეეჯიბრნენ. მოკრივეები სულ 13 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდნენ. ფოთის სახელით 10-მა სპორტსმენმა იასპარეზა. ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ამით, რომ დაწესდა ეს ტურნირი, პირველად ჩატარდა ეს ტურნირი და დღესდღეობით ხედავ დაახლოებით 60-მდე მონაწილეა, თუმცა ხვალდაზეგისთვის კიდე გაიზრდება მონაწილეთა რაოდენობა. რაც შეეხება თვითონ ორგანიზებას და ტურნირის მსვლელობას, მაღალ დონეზე ჩატარდა, ძალიან მობილიზებულები იყვნენ, სულ ყველა აბსოლუტურად მწვრთნელები, მსაჯები, ისევე სპორტსმენები და წარმატება მინდა უსურვო, იმიტომ რომ ეს ამ ბავშვებს ხვალდაზეგ უკვე მოუწევთ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე ბრძოლა და ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ბატონი ტარიელ ვერულაშვილი და ვლადიმერ შონია საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები არიან და ეს ხალხი რო არ მიეცეს დავიწყებას, იმდენი მოკრივეები ყავთ სახელოვანი გაზრდილები, ამიტომ გადავწყვიტა ამის ჩატარება. რაც შეეხება ტურნირს, ტარდება ძალიან კარგად. ჩვენი გუნდეი ფოთელები გამოდიან, ასპარეზობენ შედეგიანად. ფინალური ორთაბრძოლები დღეს გაიმართა. შეჯიბრის მთავარი მსაჯი თემურ ოჩიგავა იყო. ვიბრძოდი 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მომიწია ერთი ჩხუბი, მოვიგი მოწინააღმდეგე ძლიერი შეხვდა, მაგრამ მაინც შევძელდა დავამარცხე ის. 46 კილოგრამ წონაში მივიღე კატეგორიაში გავიმარჯვე, სულ ჩავატარე 3 ბრძოლა, საკმაოდ ძლიერები იყვნენ, მაგრამ მაინც დავამარცხე და მოვიგე. გამოდიოდი ფოთის საერთაშორისო შეჯიბრზე, მოვიგე 2 ბრძოლა, სამწუხაროდ ფინალში დავამარცხდი. ჩემთან შედარებით ძლიერი აღმოჩნდა, მაგრამ ვაპირებ უფრო ვივარჯიშო და დანარჩენი ბრძოლები მოვიგო. გამარჯვებული სპორტსმენები სიგელებით, თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის ორგანიზატორების განცხადებით, შეჯიბრი ტრადიციული გახდება და მომავალი წლიდან მასში სხვა ქვეყნის სპორტსმენებიც ჩაერთვებიან.